რა დახმარება გაეწიათ რუსეთს საქართველოს ომის დროს და ომის შემდგომ დაზარალებულ ადამიანებს თემაზე შემაჯამებელ ანგარიშს დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წარადგენს. ანგარიში ასევე საუბარია ევროპულ სასამართლოში ორგანიზაციის მიერ წარდგენილ სარჩელზე, რომელიც საომარი მოქმედებების დროს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს ეხება. ანგარიშის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში 3 საათზე გაიმართება. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ამ ეტაპზე იკვეთება, არის ის, რომ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი უფლებადარღვევის ფაქტები, რაც ასევე წარმოადგენს საერთაშორისო სამართლით დადგენილი ნორმების დარღვევას, არ არის დღემდე გამოძიებული არც რუსეთის მხრიდან და არც საქართველოს მხრიდან და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჩვენ და არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წავიღეთ კონკრეტული ინდივიდების სახელებით საქმეები, ეს სამართალწარმოება ვერ ჩაანაცვლებს სახელმწიფოს ვალდებულებას, რომელიც აქვს ერთის მხრივ რუსეთს, მეორეს მხრივ საქართველოს